Привет, Като. რადგან ვერ მოვასწარე PowerPoint-ის გაკვეთილები, გადავწყვეტ, რომ ასე სახლიდან 7 გარემოში გავაკეთებინა ეს გაკვეთილი, რომელიც გამოგადგება იმედია უახლოეს პროექტებზე, უახლოეს გეგმებში და სამომავლოდაც. მოკლედ, პირველი რაც ჩვენ გვინდა, ხო, როცა ვაკეთებ რომელიმე პროექტს, მაგალითად ის მტკივნეული თემა, როგორიცაა ხარჯები. შევეცდებ დავწეროთ 7-2014. შემოგვაქვს ლოგო, გვაინტერესებს ორგანიზაციის მიხედვით სასურველი იქნება ალბათ პირველ რიგში, რომ ლოგო ჩავდოთ ინსერტით. დავუშვათ იყოს ეს სცენა. თუმცა მე გავავამაზებ. თავარი ნაწილი PowerPoint-ში, რაც ჩვენ ძირითად თემებზე მუშაობისას გამოგადგება არის home და მისი ელემენტები, insert-ი, დიზაინი. ანიმაციები ნაკლებად იქნება ჩემი აზრით ჩვენთვის საჭირო სერიოზული თემების პრეზენტაციისთვის, რომელსაც ირაკლი ან ნიკოლოზი ან დუდა გვავალებს ხოლმე. შესაბამისად, ინსერტი ჩვენ ვთქვათ, გამოვიყენოთ სურათის შემოტანა, შეგვიძლია ახლა გადავიდეთ სხვა ნაწილებზე. ინსერტს აქვს ერთი კარგი განყოფილება, ეს არის smart art, რომელიც საშუალებას გაძლევს რომ აღარ დახარჯო ბევრი დრო იმაზე ფიქრში თუ რა დიზაინი ექნება შენ სქემას, რა ფერში იქნება ის გაწყობილი, რამდენი მონაცემი უნდა ჩაწერო, სიგრძივი იქნება თუ ასე შემდეგ, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური და ასე შემდეგ. რადგან მას აქვს სხვადასხვა თემატიკის მიხედვით დაწყობილი, კატეგორიებად დაყოფილი, მაგალითად პროცესს თუ რომელიმე პროცესს მარტა, ამის შემდეგ ამ თანამშრომლმა უნდა გააკეთოს ეს, ან ამ თანამშრომლის შემდეგ მოდის დავუშვათ ეს დეპარტამენტის შემდეგ ეს დეპარტამენტი და ესე მიდის დავუშვათ გენერალურ დირექტორთან ინფორმაცია. ან შენ თუ გაინტერესებს, შენ თუ გინდა მიაწოდო მათ ინფორმაცია, როგორ ხდება ადმინისტრაციული მენეჯერის და განაჩენი კადრების ურთიერთობა, შეიძლება ასეთი ციკლის სამშაბათი ციკლის გრაფიკა მივაწოდოთ და ერთ-ერთი ჩემი აზრით შეთვის სასარგებლო და საჭირო არის იერარქიული გრაფა. მაგალითად, ცადოთ ერთი ნაწილი. თუ ვაკეთებთ ორგანოგრამას, მარტივს, და გვაინტერესებს ვინ ვის ექვემდებარება. მაგალითად, ჩავწეროთ ადმინისტრაციული მენეჯერი, ხო? ჩავწეროთ აქ მარკეტინგი, ფინანსური გაყოფილება და დავშვათ კლინიკური მენეჯერი. თუ აღმოჩნდა, რომ შენ ვერ გაკეთებული სქემის მიხედვით სულაც არ არის საკმარისი ეს სამი განყოფილება და შენ კიდევ გააქვს მრავალი განყოფილება ჩაწერილი, არ არის პრობლემა. ხდები თითოეულ ობიექტზე, ვაჭერთ add shapes და შემდეგ უკვე შინაარსის სიტუაციის მიხედვით განსაზღვრავთ. რა ნაწილი უნდა შევარჩიოთ აქედან. მაგალითად, ალბათ add shape after. გაფართოვდა ჩვენი სქემა, აქ შეგვიძლია უკვე სხვა განყოფილება ჩავწეროთ. ასე შემდეგ. იგივე შეიძლება გავაკეთოთ აქ, როცა ზედარგოლს თანაბარუფლებიანი ორი ქვედარგოლი ექვემდებარება, შეგვიძლია ესეთი რაღაც გავაკეთოთ სიტყვაზე. ამ სქემის მიხედვით დირექტორს ექვემდებარება ორი ქვედარგოლი ადმინისტრაციული და მენეჯერი და საინფორმაციო სამსახური, ხოლო მათ და ასევე დირექტორს უკვე დანარჩენი განყოფილებები ექვემდებარება. ეს ესე მარტივად. შეგვიძლია თითოეულ გრაფას შევცვალოთ თავისი დიზაინებრივი სტილის, შეიფის მიხედვით
ან შევცვალოთ მისი ფერი, მაგალითად, იყოს ამფერი, შეიძლება ან გავაკეთოთ მწვანე და ასე შემდეგ. კიდევ ერთი საინტერესო რაც ამათ აქვს და მე გამომიყენებია, თუმცა ეს უფრო ჩემი თემატიკიდან გამომდინარე, ალბათ ეს არის იერარქია პირამიდის სისტემით. მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ყველაზე მეტად მაგალითად თანამშრომლების მეტი ნაწილი პროცენტულად 90% არის შრომის მოყარე, პასუხისმგებელი და ყველაზე ნაკლები პროცენტი შეიძლება ესე გავაკეთოთ, რომ არის პუნქტუალური. ეს მაგალითია. აქ არის სხვადასხვა სტილი, მაგალითად შეგვიძლია ესეთი გავაკეთოთ, ან ესეთი. უფრო აი ეს ვარიანტი არის ხოლმე გამოსაყენებელი. ეს თითოეული ფორმის, ასე ვთქვათ, დიზაინი და გამოყენება დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, რა თემაზე არის და რა მონაცემებზეა საუბარი. რაც შენ დაგჭირდება ასევე არის ჩარტი. ჩარტი შეგვიძლია გავაკეთოთ Excel-ში და დავაკოპიროთ აქ პირდაპირ, ან დავაჭიროთ ამ ღილაკს და ეს გაგვიხსნის უკვე Excel-ის ფაილს, სადაც ჩვენ უნდა შევიყვანოთ თავიდან მონაცემები და ასე შემდეგ. სხვა დანარჩენი, რაც insert-ში შეიძლება გამოგვადგეს, არის text box-ი და არის shapes. Shapes ფაქტურად იმ მომენტებში გვადგება, როცა smart art-ი ძნელად მართვადია, ასე ვთქვათ, როცა უფრო რთულ სქემასთან გვაქვს საქმე და სჭირდება რაღაც განმარტებითი ნაწილები ან კავშირისთვის იცრები და ასე შემდეგ. მეორე საინტერესო ნაწილი, რაც PowerPoint-ს აქვს, არის დიზაინი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ხოლმე, ანუ რა სტილში იქნება შენი პრეზენტაცია გაფორმებული. მე მაგალითად ნაკლებად ხმარობ ხოლმე ამ ტიპის გაფორმებებს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ფერად გრაფიკულ მონაცემებს გვაძლევს ხოლმე, რაც ხშირად გამომიყენებია, ჩემთვის იყო აი ეს, რომელიც გარკვეულ დიზაინობრივი შტრიხი აქვს და უფრო სისადავესთან არის ასოცირებული და სერიოზული სახის პრეზენტაცია როცა გვაქვს, ნაკლებ უხერხულობას ქმნის. ასევე ეს რომელსაც უკვე როცა გრაფიკებზე მიდგება საქმე, ავტომატურად ფერები გადაყავს ხოლმე. ისეთ ფერებში, რომელიც ჩვენ კორპორატიულ ფერებთან ახლო არის. და ასევე ეს. თუმცა, მუდმივად შეიძლება ამ დიზაინის გამოყენება არ იყოს მიზანშეწონილი და უფრო საინტერესო თემატიკას გსურდეს, ამიტომ შევდივართ ამ ნაწილზე, ანუ შევდივართ Microsoft Office-ში online. და იქიდან ვირჩევთ უკვე სასურველ თემებს, რომლის ჩამოტვირთვა შეგვიძლია და იმის დიზაინზე პრეზენტაციის აგება. ანუ დავაჭიროთ ამ ღილაკს. ახლა გავხსნე რა გამოვა აქ. გამოვა ესეთი რაღაც, ესეთი გვერდი. შევდივართ template-ებში. მაგალითად, აი ეს მომეწონა რაღაცა ლაბორატორიასთან ახლო იქნება. მე PowerPoint-ს დავაჭიროთ და აქედან შევარჩევთ რომელიმეს, რაც ჩვენთვის სასურველია და დავუკავშირებთ. ანიმაციები, როგორც გითხარი, ნაკლებად საჭირო იქნება. ისე მგონია ყოველ შემთხვევაში. ну შეიძლება აი ეს ვარიანტიც. და ბოლოს.
ესე ჩემი დაბადების დღის საჩუქარი. გისურვებთ წარმატებებს, იმედია წარმატებული იქნება. ამ თემაზე მუშაობა ნახოთ რა იქნება, მომწერეთ თუ რამე კითხვა გექნება. კაცი.